Hello. Hello. რა? დავით გამარჯობა. გამარჯობა. მე გიორგი ვარ. ჩვენ ერთხელ რამდენიმე დღეს ვისაუბრეთ სამედიცინოსთან თუ გახსოვართ. აჰა, გიცნობ. როგორ ხართ? კარგად, მადლობა. დავით, რაღაც აღარ შევხვდით ჩვენ და თქვენ როდის მოიცილით თუ სრულიად თქვენ ავიდა შევხვდეთ ვისაუბრეთ. უკვე მივდივარ ქალაქიდან, უკვე დავდივარ. გადიხარ. სად ხართ თქვენი ტერიტორიულ? ეს ჩამოსვლა გამაგისწრებს. თურქეთიდან? რუსეთი. რუსეთი. კი ბატონო. ანუ მაგისგოლისით აღარ გამომგზავნე. გასაგებია. შეიძლება თქვა, თუ გინდა მოვქცე ტელეფონის ნომერს, იმასთან. ეს მეგობარი. ხო, მეგობარი რა, ვერ გავიგე უკაცრავთ რა თქმა უნდა. მეგობარი ნომერი ქვია სახელად, თუ გინდა მოვიდა შეხვდე. გასაგებია. ანუ თქვენ ფიზიკურად ვეღარ მოახერხებთ ვერ დღეს ხო? ფიზიკურად ვეღარ ხალხი. გასაგებია. და გააქვთ Facebook-იან ამ ის მეილი რაღაც. არა, Facebook-თან რაღაც არის. ის ფოტოშოპის შემსკი გიხვადე, ხო? შეგიძლია ონლაინ ბიბლიოთეკაში რომ თუ იცი ჩვენ ვებგვერდი გვაქვს სპეციალური. დიახ. ბიბლიოთეკური მუხლი, რომელიც ავლია მოსულა, ეს მაგაშა, ხო? ის ყველა თავის კომენტარია, რომ შეგიძლია რომ გაიგო იმ აზრზე, ну, რაფასი. ანუ ჯეივი ორგრო არის თქვენი? ხო, ისეთ მე შენ არაფერს არ გეტყვი, რაც მაგალითად იმედია ანიმაზე ნაკლია, იმას გეტყვი, რაც იქ არის. ხო, მაგრამ ის რეალურად არ არის პასუხი მაგაზე და ხან მუხლი ვერ ნახე. არის, ისი 2015 წლის თვალწები, 2015 წლის აპრილის თვიდან მანამდე მანაკინაცის ჟურნალი უნდა იყოს. და სოციალურად არის მაგალითად სტატია, რომ იგებს, რატო იგებს და რატომ ამდამაით 150,000 პიროვნება. ეს ის მაგალითად არის გასაგებია, აი მუხლი გახსოვთ რომელიც მოყვანილია კონკრეტულად. ხა ზუსტად მე არ მახსოვს რომელი მუხლია კონკრეტულად მოყვანილი, მაგრამ პასუხი რო არის ის ამოწურება. პასუხი ეგრე როგორ რაღაცა ის პასუხი ინტერპრეტაცია შეიძლება ყველაფერს გააკეთოს. ეგრე შეიძლება თქვათ რომ მიქაელ ანგელოზი თქვათ ქრისტია, მაგრამ მაგის მუხლის არ არის. ჯორჯი. შენ რა გაინტერესებს ჩემი აზრის გატანა თუ ბიბლიის თვალსაზრისი? ბიბლიის თვალსაზრისი მე რა მაინტერესებს ის მე მაინტერესებს ის როცა იეჰოვას მოწმეები ძახელს შევასწავლოთ წმინდა წერილი და ჩვენ ყველა სწავლება დაფუძნებულია წმინდა წერილზე. რათა ქრისტეში ყველა დენომინაცია იძახს, ხო? რეალურად. მე მაინტერესებს თუ ეს პრინციპი ხოლო წმინდა წერილი არის ავტორიტეტი, ხო? მაინტერესებს წმინდა წერილს უნდა დასრულდებოდეს არასაგუშაგო კოშკით. მიხსით ანუ ჩემთვის პირდაპირ გეტყვი დაცემალი რა მაქვს საგუშაგო კოშკი ავტორიტეტს არ წარმოადგენს, არც ედგულა გონიერი ავტორიტეტი. მიხსით? მე ხედავ ესეთი მომენტი, როცა პირველ საუკუნეში ექიოპ საჭურისმა სახსის პიროვნება. ვინ გამიმარტავს, რა თქმა უნდა. ხო, ვინ ეს საგუშაგო კოშკია, რომელიც ხმარება გავიღოთ სიფრისეულად. ეს არა შეიძლება ავტორიტეტი, მაგრამ როგორც ჩემთვის ავტორიტეტი მე იმაზე იქიდან გეტყვი არა. როგორც იქიდან არის აზრი, შეგვიძლია თუ გაიგო. აი, თუ შენ მართლა გაინტერესებს ბიბლიური პასუხი ამაზე პასუხი ხო? შენ ყველაფერს აკეთებ იმისათვის რომ ნახო იმათი ჟურნალში. მაგრამ შენ თუ არ გაინტერესებს ეს უბრალოდ გინდა რომ რაღაც აზრი ჩემი შესახებ რაღაც იმის ხო? მაშინ ვერ გაიგე. ვერ მიიღე პასუხს. ამიტომ ბატონო, მე გაინტერესებს. მე იქიდან გეტყვი პასუხი, საერთოდ არ გეტყვი გიორგი. გასაგებია, მაგრამ მე რა გეუბნები ფიზიკი. ხოლოდ აი ეს არის ჩემი ავტორიტეტი. მე მესმის რასაც მეუბნებით, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ის აკითხე, რადგან მე დავში, უბრალოდ მე ხარ სწორედ გამიგეთ ბიბლიას ესი თვე და ორი თვე არ კითხულობ, ხო? მე რომ მაგას გეუბნები, შეკაი ადამიანებო, აი იმ ჟურნალში მონახავთ დამონტურა პასუხს, თუ გაინტერესებს, ახლა მე როგორ გითხრა, ხა მიხარია. გასაგებია, ანუ თქვენი მე ხო იმ მომიცე, მე ხო იმ ჟურნალიდან გეტყვი პასუხს მაინც. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ის პასუხი ის პასუხი ხო მაგალითად პირობითად შეიძლება ჟურნალიდან იყოს, შეიძლება ედგულა გონიერი მონას პასუხი იყოს, მაგრამ რეალურად ხო შემიძლია მე ბიბლიის საფუძველზე თქვა რომ აი ესეა და ბიბლიიდან მოვიყვანო ანალოგიური მუხლება. აი ხა თქვენ პირობით მე ბიბლიაზე არის დაფუძნებული ჟურნალები, ყველაფერი არის ბიბლიური. როგორ არის ბიბლიაზე დაფუძნებული? შემოკარგვა თქვენ ასწავლეთ ესეთ რამეს რომ არ აღდგებიან მეოთხ საბოლოო სამჯეროს დროს არ აღდგებიან თქვა რაღაც კატეგორია ხალხის, ხო? აი მარტივ შედარებას მოგიყვანთ.
სოდომ გომორელები, ანუ ვიღაც თქვა ვისა რა ქვია ნოემბრის დაღუპულები. ხო რომ იესო ქრისტე პირდაპირ გახსოვ ყველა აღდება იონის სახარებაში. მიხდი. იცი რა მაინტერესებს? შენ როგორც მართლმადიდებელი. დიახ. ყველა საკითხი გამოკლეული გაქვს მართლმადიდებელში. აბსოლუტურად ბატონო. მე შემიძლია ყველა საკითხი შემიძლია და ანუ რეალურად ამონტურებაში. კი, გაწებული სამხედრო და შემოკარგო, რადგან დაწინებული ხარ, რომ ეს ხა დაწინებული 100%, მაშინ ნუ გაეძებ იმას, რაც ზედმეტია. იქაოს მოწევა, მიგდენ და ილაპარაკონ, გახო საქმეში რა, მოციქულებს შეუნერიან, ერთი საკამათო წარმოგდგენა აღდება, ამბობს, რომ თუ ესენი ღვთისგან არიან, ხეთო შეუშვით, მაგრამ თუ ღვთისგან არ არიან, აი ეს ჩაიშება ეს საქმე. თუ ეხავას მოწმეები არ არიან ღვთისგან, სწავლება არ არის ღვთისგან, მაინც ჩაიშება. არა, არა მართლაც, იცით რატომ მოხარ? ამიტომ დაწინებული ხარ, რომ თუ ხარ შენ სწავლებაში, იქავი და მიღები პირდაპირ იმ ვიდეო გზას, რომელიც ამოჩეული გაქვს. ნუ ეცეთ რაღაცას. ხო, მაგრამ მე გეუბნებით, მე კი არ ვეძებ. მე გეუბნებით ეს კონკრეტულ რამეს. მე თუ გესმენთ მე შენ თუ გეტყვი რომ აი მაგალითად ვერ განახი ის ადრი და ის ავონტურებას ვერ მოგეცი, კარგი, მაშინ იყოს ესე, მაშინ ის მითქვა. შემდეგ რა ის მისწევადი ლაინი. მაგრამ სერიოზრო, სერიოზულად კარგი, მე? არა, თარაზე არ არის. მე უბრალოდ რა არის? ესეთი მიდგომა მაქვს ზოგადად. აი როგორც არის, რომ პავლეროტოს გაქიყავი და ამოწო თქვენი წმენა ყველა წინაშე, ანუ კარგი იყოს ეგრე, როგორც შეიძლება. მე გაჩერა. არა, ლაპარაკი აქ იმაზე, რომ უბრალოდ ორი ადამიანები სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელია შეიძლება დაახდენ. და ბიბლიის საფუძველზე რაღაც თემაზე ილაპარაკა, გამწიცებაზე, იმაზე, მოქცევაზე და მართლმადიდებლობის გადმოყვანაზე, მე მაგალითი არ ილუზია კი არა მაქვს, რომ მე ვიღაცას იეჰოვას მისულ დაველაპარაკე. მაგრამ რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა მე რაში ვხედავ, იცი დავით მაგასაც გეტყვი რა. ანუ რეალურად როცა მე ჩემთან თქვენ მოხვალ და რაღაც კითხვა დამისვა და როცა რეალურად მე იმას პასუხს ვერ დავინახო, ხო? ჩემი დამოკიდებულება არ უნდა იყოს ის რომ ის რაც საყოველთაო სიყვარული გვაქვს დავდივართ ხადაგებ და ამიტომ ვარ ეშმარიტე. ანუ მე კონკრეტულ რაღაცაზე როცა ეს 10 იქნება თუ სხვა დენომინაციის წევრი იქნებოდა რაღაც კითხვა გამისვავდა და ამაზე მე პასუხი არ მქონდა. ჩემი დამოკიდებულება არ იყო რომ ისიც რამე ორგანიზაციას ვენდობდი როგორც ის გადაწყობილ იმ ორგანიზაციას სიტყვაზე გეუბნები რომელსაც უამრავი თქვა თუ წინასწარმეტყველება აქვს მაგრამ ის კიდე სხვა საკეთემა რაც ენა დაწყებული 75 წლის დამთავრებული მე რეალურად უნდა გამოვიკლე ობიექტურად მიკროზეობოს კი არა რა ხან ილია მეორე თქვა ანუ ვიღაც წინდა მამა თქვა მე ვთქვი სამწუხაროდ იეჰოვას მოწმე კრიტიკული დამოკიდებულება არ არის ზოგადად მე ვთქვი ანუ ინდონეზზე ხდება ბრმაც მინდება სწორედ გამიგეთ ხა მე არ შეურაცხყოფა არ ვაყენებ მაგრამ თუ გულწრფელად თუ ადამიანი გულწრფელად ხედავს და გულწრფელად მიდის მე ეს ხმქონდა იეჰოვას მოწმესთან ეს ხუთესთან საუბარ და უცხარი მას რომ ისეთი გულწრფელობით რა გულწრფელობითაც თქვენ აქამდე დღეს მოხვედით ისეთი გულწრფელობით გააგზავნეთ ძიებ ანუ ამიტომში აბსოლუტურად ნებისმიერ სწავლებაში თუ პიროვნებას არ ესმის ეს ხო ის ბრალი არის რა არის დეგებულო სამონტურო პასუხს ხო ის ბრალია მაგრამ არა საფუძველი თორდა იგივე გამოიკვლიე ხმა ორედ გამიგეთ საფუძველი არის როგორ ამიგეთ მე ჩემ თავს არ ვიცი მაგრამ საფუძველი სწავლება მაქვს ბიბლიის წინა დაწყებული ბერძნულის დამთავრებული და ანუ ვიცნობ ზოგადად საეკლესიო ისტორიას თუძენდო შემიძლია რა ვიცი ხო როგორ განათებული იეჰოვას მოწმეები ამ საკითხს შევეცეთ აი უბრალოდ რა დავაკვირდეთ ახლა მათემატიკის სწავლებაში ნიუჯელი ყველა სწავლება ბიბლიაზე არის დაფუძნებული ჩვენ არ ვიძახთ ყველა სწავლება ბიბლიაზეა დაფუძნებული ჩვენ ვიძახთ დავაკვირდეთ რომ ვიძახი რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია ის არის მართლმადიდებლობა და იძახი ამავდროულად იძახი რომ არ არის დაფუძნებული ბიბლიაზე ყველა სწავლება როგორ შეიძლება იყოს მაშინ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია ის თუ ბიბლიაზე არ არის ჩვენთვის არის ავტორიტეტი ასე წმინდა გარდამოსცემა აგიხსნის ისი გარდამოსცემა რომელიც შეფტიება უკვე შენ გარდაცეცი რა თქმა უნდა ბიბლიური განსაკუთრებით რომ მოციქულების შემდეგ ესეთი აღარ მოხდა შეფტილი არის რა არის შეფტილი როგორ გარდამოსცემელი წმინდა გარდამოსცემა მაშინ მარტივ კითხვას დაგისვოთ გარდამოსცემს თქვენ აღსარგებლოთ მართლმადიდებლურ გარდამოსცემით აი მაშინ მარტივად აგიხსნით საიდან ის რომ მათი სახარება მათეს დაწერილია მხოლოდ წმინდა წერილში
ბიბლია თვითონ ხმის მათი ისტორია მაგრამ ეუნები ჩემო კარგო ვინ გასაგო 27 წიგნი ახალი ახსნეს რომელმა ეკლესიამ დაადგინა რომ ეს წიგნები არის სულიერი და რომელმა გადაწყვიტა რომ სხვა პეტრეს გამოცხადება სხვადასხვა წერილები კლიმენტი ალექსანდრიელის და ასე შემდეგ სხვა წერილები რომელმა ეკლესიამ განარჩიეს აი ეს არის საკითხი თუ ეკლესია გადაუხვიდე ეს განაცხადება შეიძლება მართლმადიდებლური მართლმადიდებლური სწავლება ხო მეორე მცნება რა არის არა დავით კონკრეტულ კითხვებს მეორე მცნება რა არის კითხვებზე ბატონო ხო ხარ გაჩნებული რომ შენი რელიგია ერთადერთი რელიგია არ მაინტერესებს ვისი რელიგია ხეშმა მე მაინტერესებს ბიბლიური სწავლება ანუ მე არ ვიცი ცხოვრება მე იგივე გარდამოწმებაში გამოვიყარგო მომისმინეთ იგივე გარდამოწმების საკითხი მე ძალიან მარტივად შემიძლია გაგიმტკიცოთ ხო თვითონ მე განკითხება მე თქვენ თუ არ გაინტერესებს რეალურად კვლევა და თქვენ თუ გინდათ რომ ეს მე გეუბნებით აი ეს საკითხი გამოიკვლევ მე მომისმინე გიორგი აი აშენ თავიდან შეეხე რომ მე მიგერა ესე და ადამიანის თავის შეგებულება ხო არა შემოკარგო მე შემიძლია დავა მე მომისმინე მე ვაქვს ასე რომ მჯეროდეს შენ გაგაცნობ აი შორის ლაბარაკი არ გამოვა პრობლემა მივხვდით რომ თქვენ გაწყობზე არა აქ არის კრიტიკა ეგრე აკოს კათოლიკე თუ კათოლიკური იგავი მართალი ძმაუს გაგიმაძოს მე შენ არ გაკითხავი რა იგავი მართალი არა მე კიდე გონს თუ შენ ლაბარაკი ხედავ დამტკიცება გინდა რაღაც რომ იმან რომ იეხავთ მოწმების თავლება რაღაც ისარია ესეთი ვიზანი გაქვს ხო ხედავ ბოლში ხო არა ჩვენ სუბიექტური ადრესული ესეც მომისმინეთ ჩვენ ჩემს სუბიექტურაზე ჩემს მდგომარეობაზე არ არის სწორედ რომ მე საუბრობ იმიტომ თქვენ არ გიგ რეალურად მე რა მომოძრაობ ესეც თქვენი სუბიექტური არის თქვენ რეალურად არ წინასწარმეტყველების ნიშნით ხარ განსწავლული და არ წინით ამიტომ თქვენ რას მეუბნებით რომ მე რას ვფიქრობ ეგ უკვე არასწორია რომ მე არ მისწია თქვენთვის ზოგადად თქვენი წინათ გზნობებზე რას ფიქრობ და როგორ ფიქრობ და როგორ წვდობ ეს არის მე არ ვიცი ეს რეალურად თქვენ თავში რა ხდება ამიტომ როცა თქვენ განაჩენი გამოგაქვთ ჩემთვის უკვე რომ მე ეს ამას ხედავ ჩემ შეგ უკვე არასწორია თქვენ რეალურად არის ჩემ მე რა მომოძრაობ ეგ ერთი მეორე წესეთი რასაც მე გეუბნებ ხარ ხოლმე წინა პერიოდზე დაფუძნებული აი იგივე კონკრეტული რა გინდა რომ მითხრა მე ხო კარგი არა მე გავით ის მომენტი კი არა მაქვს რომ მოვიდი აქ და რაღაცეები ჩიხური სიტუაცია შეუქმნა ან იეჰოვას მოწმეს ან სხვა პროტესტანტ შემიზანი არ არის შემიზანი არის ობიექტური გულწრფელი საუბარი გულწრფელ ადამიანთან რომელიც არ არის მიკერძებული და არა იდეოლოგიზირებული თავის რელიგიით და არის გახსოვსია მე კრიტიკულ კითხვას არ მივიღებ მე აბსოლუტურად მე თვითონ მოდის იეჰოვას მოწმე და მეუბნება რომ აი სად არის სწავლება თქვა სამება სიტყვა საწერია ხო არის ხო მის უხარ ხადაგებიძე და ხო გითქვას აი რატო სამები სამება ხო არ წერია ეს მე მეცნი და აბსოლუტურად ნორმალურია თქვენი მხრიდან რომ ამასაკეთებს უბრალოდ როგორც არა თქვენ მართლმადიდებელი პასუხობთ ესეც უკვე დავასრულებ რა რომ გეტყვით თქვენ მართლმადიდებელი ვიცი რა კარგად გაეცრია თემაში სექტანტო მე მამა პაპის რელიგიას მივყვები მე ასეც არ მომწონს და აბსოლუტურად არ მივესალმები ამას თორე მართლმადიდებელი ამასაკეთებს იმიტომ არ არის ეს სწორი ესეთი შეიძლება თვითონ გაყენებ და მეორე ესეთი ასეთ მამა პაპის რელიგია მე თუ რეალურად არ ვიცი ეს რელიგია და უბრალოდ მამა პაპის გამო ვარ იმ რელიგიაში მე ასევე შეიძლება ვიყო ისლამში და ვიძახო რომ ჩემი გავიდე უნდა გავიდე აბა აგერ ვიყავი ესე გაჩი ბოლომდე ესე შეინარჩუნეთ თემა აბა შემიცი კარგად კარგი თქვენ კარგად აგა პროექტზე მეორე ნებაზე თუ პასუხი ბიბლიიდან აი ეს იქნება შენი ყველაზე კარგი პასუხი. გასაგებული მაქვს. გასაგებული ეკლესიაში ცოტა მიგებული არის. კარგი. მე გასაგებული მაქვს უკვე, მაგრამ არავის არ აინტერესებს. აი ესე იგი, აი თორე შეხუნა გაინტერესებს შენ. მე მაინტერესებს და მათ მეცილე შემიძლია დაუმოწმო ყველას მეცი ეს მომაგის თომი და მაგრამ რეალურად თქვენ ხვდან არის ეგ მომენტი რომ მე არ მაინტერესებს მე კარგად ვარ სადაც ვარ და კარგად იყავით. აი და არის რეალურად